სად და როგორ ვიყიდო CD, როგორ მოვუარო და როგორ შევინახო. დონაციისთვის და კითხვისთვის მადლობა. აქვე დისკლეიმერი, მე არ ვარ CD ფორმატის კოლექციონერი, ამიტომ საკრავს ვერ გირჩევ. მაგრამ დანარჩენს დავფარავ სამოყვარულო დონეზე. პირველი, ყიდვა. სად შევიძინო CD? ყველგან სადაც ვინილი იყიდება. Amazon, eBay, Discogs, არტისტიან ლეიბლის საიტი, ქართულ თუ უცხოურ სანდო მაღაზიებში და მათ საიტებზე და მელომანთა ქართულ Facebook ჯგუფებში. როგორ შევიძინო CD? იმისთვის რომ იცოდე რას მიაქციო ყურადღება, უნდა გესმოდეს რა გიჭირავს ხელში. CD გამოდის უამრავი სტილის შეფუთვით. აქედან ყველაზე გავრცელებულია jewel case, პლასმასის კოლოფი, კლასიკა, უპრეტენზიო და იოლად გამოცვლად. არსებობს super jewel case-იც, მომრგვალებული კუთხეებით და უფრო სქელი პლასმასით. თუმცა მათი სხვაობა მათ შორის არ არის. ასევეა digipaki, მუყავს კონვერტი დისკის პლასმასის ჩასატებით. აქვეა digibook-იც, ყარყდიანი საკოლექციო გამოცემები, ჯიბებში ჩადებული CD-ებით და ვრცელი ბუკლეტებით. და ბოლოს, digi-sleeve-ები, სუფთა მუყაოს ჩასდებები. მათ mini LP-სა და gatefold-ებსაც ეძახიან ვინილის დიზაინის მიბაძვისგან. მიყვარს და კარგად გამოიყურება, მაგრამ დისკს საერთოდ ვერ იცავს. მარტივად სრიალდება ჯიბიდან, კუთხეები და კიდეები სწრაფად წვდება და ნაოჭდება და პლასმასისგან განსხვავებით ვერც ცული. ალბომის თავიდან მოგიწევს. რატების კოლოფიც არ უნდა იყოს, ყიდვამდე დისკი გადმოაბრუნე. შეამოწმე წინა და უკანა მხარე ბზარებზე, ნახაზებზე და ფერზე. მეორე, მოვლა. ზოგადად ახალი CD-ს მოვლის საჭიროება არ არსებობს. დროთა განმავლობაში შეიძლება ხელი მოგიხვდეს დასაკრავ ზედაპირზე, ან დაგროვდეს მტვერი და ის გაწმინდო. უფრო სავარაუდოა ნახმარი CD-ს შეძენისას მოგიწევს მტვრის ან წინამფლობელის ნათთურების მოშორება. ვინილივით CD-ს ზედაპირის მდგომარეობა ხმის და დაკვრის ხარისხზე ახდენს გავლენას. რაც შეეხება გაწმენდას, ყველაზე მარტივი უსაფრთხო და ეფექტური ხსნარის დასამზადებლად შეგიძლია 1-1 ზეეთილის ან იზოპროპილის სპირტი გააზალო გამოხდულ წყალთან. მიკროფიბრული ტილო დაასვენე ხსნარში და ისე რომ დისკის მბზინავ ზედაპირს არ შეეხო, გაწმინდე ცენტრიდან კიდეებისკენ. თავი შეიკავე ქაღალდის ხელსახოცის, პირსახოცის ან ბამბის გამოყენებისგან. მიკროფიბრული ტილო ძალიან რბილია და ჭუჭხს და მტვერს ნაკაწრის გარეშე იღებს. ყველაზე ხშირი შეცდომაა CD-ს წრიული მოძრაობით წმენდა. CD არის მიკროსკოპული ფოსოების და ვაკეების კომბინაციით მიღებული გრძელი სპირალური მონაცემთა ტრეკი. პლეერის ლაზერი ამ ტრეკს ანათებს. ბრუნვისას ეს ბრტყელი და ჩაღრმავებული უბნები სინათლეს სხვადასხვანაირად ირეკლავს. სენსორი კი ამ ცვლილებებს ციფრული მონაცემების ნაკადად აღიქვამს. შემდეგ DAC-ი, ანუ ციფრულიდან ანალოგურში გადამყვანი კონვერტერი, ამ ციფრულ მონაცემს იღებს და გარდაქმნის ელექტრონულ სიგნალს, რომელსაც შენ დინამიკიან ხურსასმენი უკვე ხმად გადმოსცემს. თუ წრიულად წმენდ, შესაძლო დაზიანება ამ ტრეკს გაჰყვება. ზუსტად იმ გზას, რომლის წაკითხვასაც ლაზერით ცდილობს. რამაც შეიძლება მთელი სექცია წაშალოს და skiping-ი, ანუ გადახტომა გამოიწვიოს. ან საერთოდ წაუკითხავ გახადოს მთელი დისკი. ამიტომ გაწმინდე ცენტრიდან კიდეებისკენ. ასე ნებისმიერ შესაძლო ნაკაწრიან დაზიანება ტრეკს მარტი კუთხით გადაკვეთს. ლაზერი უბრალოდ ერთ პატარა ნაპრალს გადაახტება და დისკი მაინც დაუკრავს. არსებობს დისკის შეუქცევადი დაზიანებებიც, თუმცა შეგიძლია დისკების სწორად შენახვით ისინი თავიდან აიჯდო. მესამე, შენახვა. თუ შენი CD ასე გამოიყურება, ესე იგი დისკის ყობასთან, ეგრეთ წოდებულ დისკროტთან გაქვს საქმე. მარტივად რომ ვთქვა, დისკროტი არის CD-ს ქიმიური დაშლა, რაც მონაცემებს წაუკითხავს ხდის. ეს ქიმიური რეაქცია შეიძლება არასწორი მოპყრობით ან საწარმოო დეფექტით იყოს გამოწვეული. ვიზუალურად გამოიხატება ბრინჯაოსფერი ლაქებით, კიდეებზე ნახვრეტებით, აქერცვლით ან ფერის ამოღრევით. ხმის მხრივ skiping-ით, გაჭედვით ან თუნდაც საერთოდ ვერ დაკვირთ. თუ პობა დაწყებულია, CD-ს ვეღარაფერს უშვებთ. თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ დისკები მოათავსო ვერტიკალურად, ვინილივი, რადგან ერთმანეთზე დაწვად მიღებული დაზიანება გამორიცხო. შეინახო გრილ და მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 30 ან 50 გრადუსიან ტენიანობაში. შეინახო პლასმასის jewel case-ებში, რადგან მუყაოში დისკი დაუცველია და CD-ს ხელი მოგიდო ნახვრეთსა და კიდეებში. არ შეეხო მის მბზინავ, ანუ დასაკრავ ზედაპირს. ესაა ყველაფერი, რისი თქმაც შემძლია CD-ებზე. გამოიწერე საუნდრო ყველა პლატფორმაზე და მომავალ შეხვედრამდე.